მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის GT channel და დღეს გთავაზობთ აი ამ ამანათს, რომელიც გამოვიწერე Gearbest-დან $1. თუ როგორ გამოვიწერე ეს ამანათი $1, ამისათვის უნდა გაწევრიანდეთ ჩემს Facebook ჯგუფში, სადაც ვდებ საინტერესო აქციებს და კუპონებს ბმული დევს აღწერაში. შესაბამისად, მიმდინარეობდა ერთი თვის წინ აქცია, ამ ნივთზე შევიძინე მე ეს ნივთი $1 კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ჩამოვიდა დაახლოებით 25 დღეში დაურეგისტრირებელი პოსტით. როგორც ხედავთ, ეს დარეგისტრირებული პოსტით არაა, ამ სტიკერით შეგვიძლია მივხვდეთ ეს. ვიზუალურად აი ესე გამოიყურება, წონა არის 354 გრამი. მოცულობაში დიდია, როგორც ხედავთ, მაგრამ არ არის ძალიან მძიმე. აქ არის მეგობრებო VR სათვალე, რომელიც არის გათვალისწინებული თუ არ ვცდები 5-6 ინჩის ტელეფონებისათვის. მოდით გავხსნათ და ვნახოთ თუ როგორ გამოიყურება ეს კონკრეტული VR სათვალე. დაახლოებით ამ კონკრეტული ფასი, სტანდარტული ფასი შეადგენდა, როგორც ვიცი, $7-8, ხოლო მე დამიჯდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სულ რაღაც $1. აი ეს ხედავთ, საკმაოდ დიდი ამანათია, დიდი შეფუთვა. ამოვიღოთ აი ესე. მეტი შიგნით არაფერი არ დევს პარკში, ამანათი უფრო სწორად შეგვიძლია ეს გადავაგდოთ. აი ესე გამოიყურება, იმედია კარგად ჩანს, ეს განათება ხელს უშლის ცოტათი. აი ესე გამოიყურება შეფუთვა, როგორც ხედავთ ფაქტიურად ყველაფერი ჩინურად აწერია, ხედავთ კიდევაც აქ აღნიშნები, ყველაფერი. ნუ კარგია რომ თავისი ყუთით ჩამოვიდა ორიგინალი და როგორც ხედავთ საერთოდ არ არის დაზიანებული. ეს იმას ნიშნავს რომ თვითონ ნივთიც არის კარგ მდგომარეობაში. მოდით გავხსნათ თვითონ ყუთი და ამოვიღოთ როგორ გამოიყურება. ესეთ მდგომარეობაში თუ ჩამოგივათ თქვენ, თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც საჩუქარი. აი აქ როგორც ხედავთ მეტი აღარაფერი აღარ დევს და ვნახოთ რა დევს თვითონ შიგნით ეს ყუთი. აი აქ ვერ ხვდები რა არის, მე მგონი არც არაფერი არის, უბრალოდ ჩვეულებრივი პარკია ეთყობა, არ ვიცი. და თვითონ VR სათვალე. ესე ამოვიღოთ ყველაფერი. აქაც მეტი არაფერი არ არის, როგორც ხვდები. ეს არის ინსტრუქცია, შეგიძლიათ წაიკითხოთ მოდელი VR headset REM 2 instruction. აი ხედავთ კიდევაც ინგლისურად წერია, როგორც ხედავ. აი როგორც გითხარით 6 ინჩამდე. აი ხედავთ კიდევაც. შემდეგ აქ არის თამაშების თუ როგორ უნდა გამოიყენოთ, უფრო სწორად ხო, ნუ როგორ უნდა გამოვიყენოთ, ნუ ინსტრუქცია არის, როგორ მართოთ, როგორ ლინზები როგორ ვარეგულიროთ და ასე შემდეგ. ნუ აქ ყველაფერი დეტალურად არის ახსნილი ინგლისურ ენაზე. ჩემს აზრით ეს ძალიან დიდი პლუსია. როგორც ხედავთ, ყუთზე ყველაფერი ჩინურად ეწერა. აქ სავარაუდოდ ამ პროგრამა იქნება, ან ბმული იქნება, სკან the QR code open testing video. პრინციპში ვიდეოს გახსნა შეიძლება, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ გატესტოთ. ნუ ეს გადავდოთ და ნახოთ ჩვენი VR სათვალე. აი როგორც ხედავთ, ესეთ მდგომარეობაში მოდის, დაშლილ მდგომარეობაში მოდის. ეს არის დეტალი, რომელიც მაგრდება თვითონ VR სათვალეზე, აი ესე. ეს მაგნიტები როგორც ხედავთ, ნუ ამას ნახავთ როგორ გამოიყენება. ხარისხი რეზინების კარგია. სუნი არაფერი არ აქვს საერთოდ. ეს რა თქმა უნდა არ არის ტყავი, ამაზე ფიქრიც ზედმეტია. აქ არის ეგრეთ წოდებული ფხრიცები, რის მეშვეობითაც შეგვიძლია ძალიან სწრაფად დაამაგროთ და სრულ შემთხვევაში მოუხსნათ. ეს ჩემს აზრით კიდევ ერთი პლუსია. ნუ ამაზე მეც ვერაფერს ვერ გეტყვით. მოდით თვითონ VR სათვალე შევხედოთ. პირველ რიგში აშკარად ჩანს რომ ძალიან გადამრიე ხარისხის პლასმასი არ არის, აი ხედავთ კიდევაც და ხელში ძალიან მსუბუქია. პირველ შემდეგი რაც შეგვიძლია შევხედოთ არის აი აქ ამ მოკაჩვით შეგვიძლია გავხსნათ და აქ ხედავთ ჩვენ ტელეფონის სამაგრებს. ტელეფონის სამაგრები არის, ნუ აი პრისოსკებზე ეგრეთ წოდებულზე, ანუ
8 ფეხას ფეხებზე, ალბათ ესე სწორად ითქმის, არ ვიცი თუ იცით რა ქვია ამ კონკრეტულ დეტალს, ანუ ამას შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში, აუცილებლად ნახავთ. ტელეფონი მაგდება როგორც ვთქვი, აი ეს, უბრალოდ ვაწვევით ცოტათი და საკმაოდ კარგად დაიჭირა, მე არ ველოდი ნამდვილად, აი არ მერყეობს საერთოდ და ჩემს აზრით ეს ერთ-ერთი დამატებითი პლუსია. აქ არის სპეციალური დარბილებები, ეს კარგია, რომ ესეთი დაფარულობა აქვს, ანუ ესეთი პარალონის ბალიშები, რადგან როდესაც დახურული იქნება, სინათლე არ შევა. ზოგიერთ VR სათვალეში აი ამ ჭრილის გახსნის გამო სინათლე შედიოდა და უფრო ეფექტს არ იძლეოდა საერთოდ. ეს კარგია და ეს ამ ჭრილებს რაც შეეხება, ამ ჭრილებს შეგიძლიათ შეერთოთ მავთული ტელეფონზე და პარალელურად გაიკეთოთ VR სათვალე. ნუ საკმაოდ რთულია მოძრობა და ჩემს აზრით ეს კარგია, კარგი მეთოდია, არ გიწევს დამაგრება. ნუ რაც ჩაეტევა, რა ზომის ტელეფონით ჩაეტევა, იმის დამიხედვით შეგიძლიათ გამოიყენოთ. რაც შეეხება აქ ამ ადგილებს, ნუ ესეც ჩვეულებრივად ყველაფერი პლასმასია, პარალონების დამატებითი პარალონის ნაწილებია, ხედავთ კიდევაც როგორც ჩანს. ნუ ცუდი ხარისხი არ არის, მაგრამ არც გადამრიე ხარისხი არ არის. შემდეგი ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ ლინზები და თუ დააკვირდებით ლინზებს, აი ხედავთ კიდევაც, როგორც ყველა VR სათვალეს არ აქვს მგვალი. ეს არის რაღაც სხვანაირი ფორმის, ანუ ვიზუალურად ხედავთ და ჩვენ შეგვიძლია აი ამ სპეციალური ადგილებიდან ვარეგულიროთ, აი ხედავთ კიდევაც მარჯვნივ-მარცხნივ, მაგრამ მინუსი ის არის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვარეგულიროთ თვალი, ანუ ტელეფონიდან დისტანცია, ანუ ახლოს და შორს მიტანის ფუნქცია არ აქვს. პარალონის დარბილებები აქვს, კარგია ეს ჩემის აზრით, ქვევითაც დარბილებები აქვს. მოდით მე ჩემს სახელზე მოვსინჯავ. ნუ კარგია. ეხლა მე რასაც ვუყურებ, აი ამ ადგილებში აი ეს ჭრილები ხედავთ კიდევაც, ამ ადგილებში სინათლე შედის, არ ვიცი რატომ დატოვეს ესეთი ჭრილები, კარგი იქნებოდა რომ შეევსოთ, ცხვირზეც კარგად ზის, სახეზე ჩუბლზეც კარგად ზის, კარგია ეს პარალონის დარბილება. ნუ ხარისხი რა თქმა უნდა, ფასიდან გამომდინარე ძალიან კარგია, ესე უხეშად რომ თქვა, მე $1 ვიყიდე. თუ თქვენ შეიძენთ დაახლოებით $5-6, ნუ თავის ფას გაამართლებს. $5-6-ზე ზევით უკვე ჩემის აზრით აღარც კი ღირს. ჩემს ტელეფონს სამწუხაროდ არ აქვს გიროსკოპი და შესაბამისად ვერ გაჩვენებთ თუ როგორ მუშაობს, ანუ აქ ვიზუალურად ვერ გაჩვენებთ, მაგრამ ხარისხი შეგვიძლია თქვენ თვითონაც შეაფასოთ როგორია. მე ახლა გავაკეთებ ამ სათვალეს გავუკეთებ ამ კამარს და ვნახოთ თუ როგორ გამოიყურება. აი ესე გამოიყურება, როდესაც დამაგრებული გვაქვს ეს, უკვე მოვირგე მეგობრებო და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კომფორტულია, მსუბუქი რახან არის ეს ჩემის აზრით პლუსია, ვიდრე მინუსი, იმიტომ რომ სიმძიმეს ვერ გძნობთ. მინუსად შეგვიძლია ჩავთვალოთ ის, რომ არ შეგვიძლია ვარეგულიროთ დისტანცია ტელეფონიდან თვალამდე, ანუ ლინზის დისტანცია, შეგვიძლია ზოგიერთ უფრო ძვირიან VR სათვალეებზე შეგვიძლია ვარეგულიროთ. მეორე მინუსი არ ვიცი რატომ ეს სპეციალურად გააკეთეს თუ რა იყო, აქ არის ეს ჭრილები, რაც არ გვიქმნის სრულ სიბნელის შთაბეჭდილებას და ასე ცოტათი კიდევ ჩადის სინათლე, არ ვიცი ჭუჭურტანებიდან, ალბათ ან აქედან ჩადის, ან სადღაც ზედა ადგილებიდან, მაგრამ აშკარად ჩანს. ერთადერთი რაც გამომჩა, მეგობრებო, ასე მოყვება ეს მაგნიტი, 2 ცალი მაგნიტი და მე ვერ გავიგია საერთოდ რაში არის საჭირო ეს კონკრეტული დეტალი ამ VR სათვალისთვის. ნუ ფაქტია რომ აქ უნდა დამაგრდეს, უბრალოდ აი ამ ადგილას უნდა დამაგრდეს, ერთი აქეთ უნდა დამაგრდეს, ხოლო მეორე აქეთ. უბრალოდ მე ვერ გავიგე რატომ. თუ იცით რისთვის უნდა გამოვიყენოთ, ანუ რაში არის ეს საჭირო, ეს მაგნიტები საჭირო ამ VR სათვალებისათვის და სხვებისთვისაც მინახია, შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ, აუცილებლად ვნახავთ თქვენს კომენტარებს. ეკრანზე ამ წუთისთვის ხედავ თუ როგორ გამოიყურება თავზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საკმაოდ კომფორტულია, არ არის მძიმე. არ არის ძალიან მაღალი ხარისხის, მაგრამ თავის ფასს სრულად ამართებ. თუ რა თქმა უნდა გსურთ საერთოდ VR სათვალების
თემის გატესტვა და ასე შემდეგ, გირჩევთ იყიდოთ მსგავსი VR სათვალე. არ იყიდოთ cardboard-ები, რადგან discomfort-ს გიქმნით და ძალიან მალე გადააგდებთ, ხოლო ეს პლასმასია და შესაბამისად ეს დიდი ხანი გაგიძლებთ. მოკლედ იმედი მაქვს, რომ ეს ვიდეო მოგეწონათ მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ ჩვენ Facebook ჯგუფში გაწევრიანება, სადაც პოსტავ მსგავს ნივთებზე აქციებს, კუპონებს და ასე შემდეგ, ასევე ჩვენი Facebook გვერდი, რომლის მულიცდევს აღწერაში. უცებად დაალაიქეთ ეს ვიდეო. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. დღეისთვის სულ ეს იყო. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. კარგად წანდებოდეთ.